თქვენ გითხრეს, რომ ჩინეთი არის მომავალი გლობალური ზესახელმწიფო, დაუძლეველი ეკონომიკური დალა, რომელიც განწირულია დასავლეთის გადასტრებისათვის. თუმცა ამჟამად მთელ ჩინეთში ათეულობით მილიონი ცარიელი ბინა დალუქული კარიბჭეების მიღმაა. დაუსრულებელი საცხოვრებელი შენობები ტვერს აგროვებს. უძრავი ქონების სისტემა, რომელიც ადრე მთელი ქვეყნის ეკონომიკას ამოძრავებდა, ახლა გაჩერების პირასაა. მთელი თაობის ცხოვრების დანაზოგი განადგურდა. ჩინეთის საშუალო კლასმა კი საოჯახო ქონებაში 20 ტრილიონ დოლარამდე დაკარგა. ეს უფრო მეტია, ვიდრე თავად ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს რეცესია არ არის. ეს არის ჩუმი ფინანსური ბირთვული ზამთარი. ეს მხოლოდ ამ თაობას არ ეხება არამედ მომავალ თაობებსაც. ჩინეთში უძრავი ქონება მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის ქონა არ არის. ბევრი ოჯახისათვის უძრავი ქონება სეიფია. ეს არის საპენსიო ანგარიშები, ინვესტიციები, ცხოვრების დანაზოგი, პენსიები და მომავლის სტაბილურობა. ყველაფერი აგურისა და ბეტონის სახით. სწორედ ამიტომ არიან ჩინელი ადამიანები ასე მზად და მონდომებულნი, რომ თითქმის მთელი თავიანთი ფული უძრავ ქონებაში დააბანდონ. როიტერსის ცნობით, ჩინეთის საოჯახო ქონების დაახლოებით 70% უძრავ ქონებაშია განთავსებული, რაც მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე აშშ-ში, სადაც ეს მაჩვენებელი მხოლოდ 35%-ს შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საშუალო ჩინურ ოჯახს თავისი მთელი ცხოვრების დანაზოგის თითქმის 3/4 ბეტონში აქვს ჩადებული და ეს ბეტონი სწრაფად კარგავს ღირებულებას. უბრალოდ ძალიან ბევრია ესეთი უძრავი ქონება. კონსერვატიული შეფასებებით ქვეყანაში მინიმუმ 65 მილიონი ცარიელი სახლი არსებობს. სხვა შეფასებები კი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ჩინეთში 100 მილიონამდე ან ცარიელი, ან მოუწყობელი ბინაა. 100 მილიონი ბინა საკმარისი იქნებოდა, რომ მთლიანად საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა ერთად დაებინავებინა. ეს საკმარისი ცარიელი ფართია, თითქმის 300 მილიონი ადამიანისთვის. ერთმა ოფიციალურმა პირმა კი თქვა, რომ ჩინეთის უზარმაზარი 1 მილიარდ 400 მილიონიანი მოსახლეობაც კი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ შეავსოს ის უთვალავი უძრავი ქონება, რომელიც უსარგებლოდ დგას. თაობების განმავლობაში ჩინურ ოჯახებს, განსაკუთრებით საშუალო კლასის წარმომადგენლებს, ასწავლიდნენ, რომ უძრავი ქონების შეძენა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი შეეძლოთ მიიღოთ. მაშინ, როცა სხვა ქვეყნების მოქალაქეები, მაგალითად აშშ-ში, ცდილობენ თავიანთი ქონება სხვადასხვა აქტივებში გაანაწილონ, უძრავი ქონებიდან ობლიგაციებსა და აქციებამდე, ჩინური სისტემა ყოველთვის განსხვავებული იყო. დიდხანს ეს მუშაობდა და აზრიანი იყო. ეს ადამიანებს აძლევდა სტაბილურობას და იმ ინვესტიციების მოგებას, რასაც ისინი ელოდნენ. მაგრამ როცა შენი ფულის დიდი ნაწილი ერთ აქტივშია ჩადებული, მაშინაც კი როცა ღირებულება ოდნავ იცვლება, ეს ჩვეულებრივზე მეტად მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ კვების ჯაჭვის ზედა საფეხურზე მყოფებს არ ეხება, როგორიცაა დეველოპერები, ინვესტორები და სპეკულანტები. ამის ნაცვლად ეს ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე და გაგავლენას ახდენს ჩვეულებრივი ოჯახების შესყიდვის უნარზე. ეს ზღუდავს მათ შესაძლებლობას იყიდონ. ეს ზღუდავს მათ მოხმარების შესაძლებლობას და მთლიანად აყინავს ეკონომიკას შიგნიდან. როდესაც საცხოვრებელი სახლების ფასები ეცემა, მილიონობით ოჯახი განიცდის შედეგებს, რადგან ისინი უყურებენ, როგორ ინგრევა მათი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღირებულებების შემნახველი აქტივი. აი რატო არის ეს კოლაფსი ესეთი მნიშვნელოვანი? რადგან ჩინეთმა უბრალოდ არ ააშენა უზარმაზარი ქალაქები და ათასობით ცათამჯენი საცხოვრებელი კორპუსი. მან მთელი ფინანსური სისტემა ააგო ერთ მთავარ ვარაუდზე, რომ უძრავი ქონების ფასები არსებითად არასდროს დაეცემა. მოთხოვნა ყოველთვის იქნებოდა, თუნდაც მისი შექმნა როგორმე ხელოვნურად დასჭირვებოდათ. ოჯახებს შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ ფულის უძრავ ქონებაში ჩადება და სახლების დანაზობის ანგარიშივით გამოყენება იყო ყველაზე მარტივი და გონივრული ფინანსური ნაბიჯი, რაც კი შეეძლოთ გადაედგათ. ეხლა იმავე ოჯახებს უწევთ უყურონ, როგორ ინგრევა მათი ქონება მათ გარშემო. ისინი ხედავენ, როგორ ქრება მათი დანაზოგი თვალწინ, როგორ იწყებს მათი წმინდა საოჯახო ქონება დაქვეითებასა და გახუნებას. როცა ადამიანები თავს ღარიბად გრძნობენ, ისინი გარდაულად ნაკლებს ხარჯავენ. როცა ნაკლებს ხარჯავენ, ეკონომიკა ნელდება. როცა ეკონომიკა ნელდება, უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო სუსტდება. ეს მან კი ერიწრეა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს უბრალოდ შემთხვევითობა ან უიღბლო მოვლენათა ჯაჭვი არ ყოფილა. ის რაც ზედაპირზე საბინაო კრიზისივით ჩანს, სინამდვილეში ბევრად უფრო ბნელი რამაა. ეს არის სისტემა, რომელიც ტყუილებითა და ცარიელი დაპირებებითაა გამაგრებული. მოდელი, რომელმაც სახლები ფინანსურ შემოსავლებად გადააქცია და საშუალო კლასის ფული იმ საწვავად, რომელმაც ეს მანქანა ამუშავა. ამიტომ მაშინ როცა ის ათეულობით მილიონი სახლი სიცოცხლისა და მიზნის გარეშე რჩება, სიმდიდრე, რომელმაც მათი აშენება შესაძლებელი გახადა, სწრაფად ქრება. მაგრამ როგორ მოატყუეს მთელი ერი, რომ მილიონობით ცარიელი ყუთი ეყიდა? მარტივია, მათ მოატყუეს. 10 წლეულების განმავლობაში საზოგადოებას უყვებოდნენ ისტორიას, რომელიც დეფიციტის იდეაზე იყო აგებული. ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ანუ ჩკეპეს მმართველი კლასები ავთხილებდნენ ხალხს, რომ მიწა დეფიციტური იყო, ქალაქის სივრცე შეზღუდული და რომ სოფლის მოსახლეობის უწყვეტი გადმოსახლება დიდ ქალაქებსა და მეტროპოლიებში ნიშნავდა, რომ უძრავი ქონების ფასები აუცილებლად გაიზრდებოდა. და დროთა განმავლობაში ხალხი მიიყვანეს ერთ გარდაუვალ დასკვნამდე. იყიდე ეხლა, ან სამუდამოდ დარჩები გარეთ. ბინებმა დაკარგეს ლუქსუსის ნივთის, ან უბრალოდ საცხოვრებელი ადგილის ნიშნებობა. ისინი გადარჩენის აქტივებად იქცნენ. ეს იყო ერთადერთი გზა, რომ დაეცვათ თავიანთი ოჯახის მომავალი, რომ ისინი უკან არ დარჩენილიყვნენ.
ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ სხვადასხვა გზით გაამყარა ეს ნარატივი, მათ შორის ურბანიზაციის გაზრდის ეროვნული სტრატეგიის აგრესიული პოპულარიზაციით. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, თავის მე-15 წლიან გეგმაში, რომელიც 2021 წლიდან 2025 წლამდე გაგრძელდა, სახელმწიფომ დაადგინა ურბანიზაციის კონკრეტული 65%-იანი მიზანი. ის სურდა, რომ 2025 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 2/3 ქალაქებში ეცხოვრა. წინა წლებში უკვე განიცადა უპრეცედენტო ურბანული ტრანსფორმაცია. ქვეყნის საერთო ურბანიზაციის მაჩვენებელი 2000 წელს მხოლოდ 36%-დან 2019 წლისთვის 60%-ზე მეც მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ თითქმის 400 მილიონით მეტი ადამიანი ცხოვრობს ურბანულ ცენტრებში, რაც აშშ-ის მთლიანი მოსახლეობაზე მეტია. სოფლის მოსახლეობის ასეთი მასშტაბური გადმოსახლება მეტროპოლიტენურ სივრცეებში ეკონომიკისთვის უზარმაზარ სარგებლად იქცა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ პასუხისმგებელი პირები ურბანიზაციის კიდევ უფრო ზრდას ისურვებდნენ. 2010-იანი წლებიდან 2020-იანებამდე უამრავი სახელმწიფო წყარო ხაზს უსვამდა იმ 65%-იანი მიზნის მნიშვნელობას. სახელმწიფო მედია სააგენტოები, აკადემიური ინსტიტუტები და კორპორატიული დეველოპერები ყველანი ეხმარებოდნენ იმ ნარატივის შექმნას, რომ კიდევ ასობით მილიონი სოფლის მუშახელი ქალაქებში გადასვლას აპირებდა. ქალაქის უძრავი ქონებისადმი მოთხოვნა უსასრულო და გაუმაძრარი იქნებოდა. ეს იყო იდეალური ფსიქოლოგიური მახე. შექმნა ადამიანების გონებაში ზუსტად იმდენი პანიკა და ეჭვი, რომ ყველამ გადაწყვიტა ბინების შეძენა ჰიპერ-ინფლირებულ ფასებში. მაგრამ აი რა არის მთავარი. მთელი ეს ისტორია მოძველებულ იდეებზე იყო აგებული. 10 წლეულების განმავლობაში ჩინეთის საერთო მოსახლეობა იზრდებოდა და ქვეყნის ურბანიზაციის პროგრამა მუშაობდა. მილიონებმა დატოვეს სოფლის თემები უკეთესი ცხოვრების იმედით დიდ ქალაქში. მაგრამ 2020-იან წლებში ეს ყველაფერი შეიცვალა. დადგა ახალი რეალობა, სადაც ჩინეთის მოსახლეობა ერთდროულად მცირდება და სწრაფად ბერდება. მონაცემები აჩვენებს, რომ 2021 წელს მოსახლეობა ფაქტობრივად გაჩერდა და შემდეგ ყოველწლიურად შემცირება დაიწყო. ეს დემოგრაფიული ცვლილება მნიშვნელოვანია. უძრავი ქონების ბაზრები დამოკიდებულია ახალ მყიდველებზე. მათ სჭირდებათ ახალგაზრდა წყვილები და ახალი ოჯახები, რომლებიც მოუთმელად ელიან თავიანთ პირველ ნაბიჯებს უძრავი ქონების ბაზარზე. მაგრამ როდესაც მოსახლეობა აქტიურად მცირდება და პროგნოზები მიუთითებს, რომ ეს გრძელვადიანი ტენდენციაა, ბაზრის ამძრავი მოთხოვნა შესუსტებულია. და ეს ხდება იმავე დროს, როცა ზედმეტი საცხოვრებელი შენდება. ხელისუფლებამ ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ მათ ხალხის რწმენა სისტემის მიმართ ცოცხალი უნდა შეენარჩუნებინათ. ამისთვის მათ უნდა გაეგრძელებინათ დეფიციტის მითი. თუ ოჯახებს ჯეროდათ, რომ სახლები დეფიციტში იყო, ისინი სიხარულით იყიდნენ მათ უფრო და უფრო სწრაფი ტემპით. მათთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ საბოლოოდ მოგებაში დარჩებოდნენ. მაგრამ თუ მოთხოვნა რეალურად არასდროს არსებობდა, რატო აშენდა ამდენი ქალაქი და ცათამჯენი თავიდანვე? აქ შემოდიან ადგილობრივი მთავრობები. ჩინეთის ადგილობრივი მთავრობები არ იყვნენ პასიური დამკვირვებლები ან უდანაშაულო მაყურებლები ქვეყნის უძრავი ქონების ბუმში. ისინი აქტიური მონაწილეები იყვნენ ამ პროცესში. სინამდვილეში გარკვეულ დონეზე ისინი თითქოს დამოკიდებულებიც კი გახდნენ ამაზე. მათ კიდევ უფრო გაამძაფრეს ეს პროცესი და წაახალისეს ხალხი და ინვესტორები, რომ კიდევ უფრო მეტი სახლი ეყიდათ. რატო? იმიტომ რომ ადგილობრივი მიწის გაყიდვებიდან მიღებული ფულის ნაწილი პირდაპირ ამ მთავრობების ბიუჯეტში მიდიოდა. მათ ეს ფული ნებისმიერ ფასად სჭირდებოდათ, რომ შემოსულიყო. 1994 წელს ჩინეთმა ფინანსური რეფორმა შემოიღო. ეს იყო მასშტაბური რეფორმა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის საგადასახადო სისტემა და შემოიღო ახალი გადასახადების განაწილეს სისტემა, რომელიც შემოსავლების ცენტრალიზაციას ისახავდა მიზნად, რადგან წინა წლებში შემოსავლები საგანგაშოდ დაბალ დონეზე იყო დაცემული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი მიზანი იყო საგადასახადო შემოსავლების იმ ნაწილის გაზრდა, რომელიც პირდაპირ ცენტრალურ მთავრობას მიეწოდებოდა. რეფორმამ შემოიტანა ახალი ეროვნული საგადასახადო ბაზა, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადი, ანუ ეგრეთ წოდებული დღგას სისტემა. ყველა გადასახადი დაყოფილი იყო 3 განსხვავებულ კატეგორიად: ცენტრალური, ადგილობრივი და გაზიარებული. ამან გამოიწვია საკმაოდ დრამატული დისბალანსი ქვეყნის ეკონომიკაში, სადაც ცენტრალური მთავრობა უფრო მდიდრდებოდა, ხოლო ადგილობრივი მთავრობები ღარიბდებოდნენ. მათ დაგჭათ უზარმაზარი ფისკალური პასუხისმგებლობები, როგორიცაა ადგილობრივი ჯანდაცვის დაფინანსება, ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, საჯარო მოხელეთა ხელფასების გადახდა და განათლების უზრუნველყოფა, მაგრამ ამისთვის ნაკლები თანხა ჰქონდათ. ამიტომ ამ ადგილობრივმა მთავრობებმა ერთადერთი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მათ დაიწყეს შემოსავლის სხვა წყაროების ძიება და მალე მიხვდნენ, რომ მიწის გაყიდვები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარიანტი იყო მათთვის. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობებს აუცილებლად ბოროტი განზრახვა ჰქონდათ ან არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ. ისინი უბრალოდ იმას აკეთებდნენ, რაც გადარჩენისთვის იყო საჭირო. საბოლოოდ ისინი მიწის გაყიდვებზე დამოკიდებულები გახდნენ, რათა თავი შეენარჩუნებინათ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2000-დან 2017 წლამდე მიწის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ადგილობრივი მთავრობების მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლის 50%-ზე მეტს შეადგენდა. ეს უბრალოდ დამატებითი შემოსავლის წყარო არ არის, ეს არის საბიუჯეტო დამოკიდებულება. თუ მთავრობა ვერ გაყიდიდა საკმარისი რაოდენობის უძრავ ქონებას, უბრალოდ არ ექნებოდა საკმარისი ფული საქმიანობის გასაგრძელებლად. და თუ ეს მოხდებოდა, მათი ინფრასტრუქტურა დაინგრეოდა, მომსახურება დასუსტებოდა და მომოსახლეობა დიდი ალბათობით მასობრივად დატოვებდა ამ ადგილებს.
მათი ისედაც მყიფე ეკონომიკა კიდევ უფრო დაზიანდებოდა. მაგრამ ისრაელს თავდაპირველად გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო, მალე გადაიქცა მცდელობად, რაც შეიძლება მეტი ფული ეშოვათ. ეს აღარ იყო მხოლოდ შემოსავლის საკმარისად გაზრდაზე, რომ როგორმე თავი გაეტანათ. ამ მთავრობებს სურდათ თითოეული კვადრატული ფუთიდან რაც შეიძლება მეტი იუანი გამოეყვინთათ. ფაქტობრივად მათ მიწის გაყიდვები იარაღად აქციეს და უძრავი ქონების ბაზარი საკუთარ ფინანსურ ძრავად გადააქციეს. მათ ნაკლებად აინტერესებდათ სამოქალაქო ვალდებულებები და უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებულნი მარკეტინგზე და მუდმივად მზარდი უძრავი ქონების ბუშტის ხელშეწყობაზე. მათი მხრიდან გაყიდული ყოველი მიწის ნაკვეთი მეტ ფულს ნიშნავდა, რომელიც მათ ანგარიშებზე შედიოდა და ეხმარებოდა მზარდი დეფიციტების დაბალანსებაში. მაგრამ ამ მიდგომის პრობლემა ის იყო, რომ ადგილობრივი ბიუჯეტები უშუალოდ მიწის ღირებულებებზე გახდა დამოკიდებული. თუ ეს ღირებულებები ოდესმე დაეცემოდა, ყველაზე მეტად ადგილობრივი მთავრობები დაზარალდებოდნენ. მაგრამ ვინ ყიდულობდა ამდენ მიწასა და ქონებას და როგორ მალავდნენ ისინი ვალს? 1994 წლის ფისკალური რეფორმის შემდეგ წლებში ადგილობრივი მთავრობები სულ უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ მიწისა და უძრავი ქონების გაყიდვებზე მნიშვნელოვანი შემოსავლის მისაღებად. მაგრამ ამან სრულიად ახალი დილემა წარმოშვა. სისტემაში, სადაც პირდაპირ სესხების ლიმიტებია, როგორ უნდა გაეგრძელებინა ამ მექანიზმს მუშაობა? როგორ შეძლებდნენ ეს ორგანოები ფულის სესხებას ახალი უძრავი ქონებისა და სამშენებლო პროექტების დასაფინანსებლად? ნებისმიერი გარედამკვირვებლისთვის ჩანდა, რომ საბოლოოდ სესხის ლიმიტები აუცილებლად ამოიწურებოდა. ამ ეტაპზე ადგილობრივი მთავრობები ვეღარ შეძლებდნენ საჭირო თანხის სესხებას, რომ სისტემა გაეგრძელებინათ. თუმცა როგორღაც მათ მოახერხეს ამ პრობლემის გვერდისავლა. ეს გამოსავალი იყო ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი მთავრობების დაფინანსების კომპანიები, ანუ LGFV-ები. მოკლედ რომ ვთქვათ, LGFV-ები არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ მთავრობებს აძლევენ საშუალებას უზარმაზარი თანხები ისესხონ ისე, რომ ეს ვალი ოფიციალურად მათ ბუღალტერიაში არ აისახოს. ფინანსური ექსპერტების თქმით, მათ ჩინეთის ფინანსური სისტემის შავხრელებსაც კი უწოდებენ. და როგორც ადგილობრივი მთავრობები მიწის გაყიდვებზე დამოკიდებულნი გახდნენ, ასევე სულ უფრო მეტად დაეყრდნენ ამ საფინანსო კომპანიებს. საკმაოდ შთამბეჭდავ დონემდე. ერთ მომენტში ანგარიშებმა აჩვენა, რომ LGFV-ების მეშვეობით დაგროვებული ჩრდილოვანი ვალის საერთო რაოდენობა შთამბეჭდავ 9 ტრილიონს აღწევდა. რეალურად ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ნახევარი ამ ბალანსგარე სტრუქტურებში იყო დამალული. და ამ თანხის დიდი ნაწილი პირდაპირ უძრავი ქონების განვითარების პროექტებსა და სხვა ინფრასტრუქტურაში მიდიოდა. ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა ამ რეგიონების უფრო მიმზიდველად გადაქცევას პოტენციური ინვესტორებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვის და მომავალი მცხოვრებლებისთვის. ფაქტობრივად უსასრულო სასესხო რესურსით, რომელსაც მათი ჩრდილოვანი ვალის მექანიზმები უზრუნველყოფდა, ადგილობრივმა მთავრობებმა დაიწყეს ყველაფრის აშენება, რაც კი თავში მოუვიდოდათ. თუნდაც ამას აუცილებელი ლოგიკა არ ჰქონოდა. სწრაფმავალი რკინიგზის ხაზები, რომლებიც არსად მიდიოდა, გრანდიოზული მოედნები და პლაზები, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო მნიშვნელოვანი არაფერი იყო. და რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით საცხოვრებელი უძრავი ქონებაც. ბევრ ადამიანს ჩინეთის ეგრეთ წოდებულ ქალაქ მოჩვენებების შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვს. ანალიტიკოსები ხედავენ ამ უზარმაზარი ცარიელი სისფიურცეების ფოტოებს და ფიქრობენ, რომ ეს ცუდი დაგეგმვის ან ბიუროკრატიული არაკომპეტენტურობის შედეგია. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი განვითარების მიმართ, ან ახალი პროექტები დაუფიქრებლად დაიწყო. მოკლედ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ცარიელი შენობები უბედური შემთხვევებია, ან ზედმეტი ამბიციის არასასურველი შედეგი. ისინი ცდებიან, ეს ქალაქ მოჩვენებების შემთხვევით არ არსებობს. ეს არ არის დაგეგმვის შეცდომები, ეს არის ვალის გენერირების ზონები. ისინი აშენდა არა იმიტომ, რომ მათზე მოთხოვნა იყო, არამედ ონა იყო, არამედ იმიტომ, რომ მათი აშენების პროცესმა მიწა ფულად აქცია. და ეს თავის მხრივ ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას კიდევ უშუალებას კიდევ უფრო მეტი ვალი აეღო, რაც შემდეგ კიდევ უფრო მეტ განვითარებას უქმნიდა საფუძველს. ეს არ იყო ჯანსაღი სისტემა, არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ფუნქციონირებდა. ეს ცარიელი სახლები არასდროს იყო განკუთვნილი ადამიანების საცხოვრებლად. მათი ნამდვილი მიზანი იყო საშუალო ფენებისგან სიმდიდრის ამოღება და მისი სახელმწიფოს მუშაობის გასაგრძელებლად დაფინანსებად გადაქცევა. ბეტონის კოშკები უბრალოდ უზრუნველყოფა იყო და მათი წყალობით ადგილობრივი მთავრობები გადარჩნენ. მაგრამ ამან ისეთი მასშტაბური ბუშტი შექმნა, რომ მან გლობალური ეკონომიკური კანონები დაარღვია. პიკზე ჩინეთის უძრავი ქონების მასშტაბები თითქმის წარმოუდგენელი გახდა. მან ყველა რეკორდი მოხსნა და სტანდარტები გაანადგურა. ლოგიკასა და გონებას დაუპირისპირდა და ბევრად უფრო დიდი გახდა, ვიდრე ოდესმე მსოფლიოს უნახავს. შეფასებები წყაროების მიხედვით განსხვავდებოდა, მაგრამ ფართოდ იყო მირებული, რომ ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარმა საბოლოოდ 60 ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს უფრო მეტია, ვიდრე შეერთებული შტატების საცხოვრებელი ბაზარი და 4-ჯერ აღემატება ჩინეთის MŠP-ს. ფაქტობრივად, ეს უდრის მსოფლიოს რამდენიმე უმდიდრესი ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის, შეერთებული შტატების, იაპონიის, გერმანიისა და ინდოეთის ერთობლივ MSP-ს. ეს არის ასტრონომიული რაოდენობის ფული, რომელიც მთლიანად აგურებში, ბეტონსა და ცემენტშია ჩადებული. ამ ეტაპზე ის ფაქტობრივად გახდა თანამედროვე ისტორიის უდიდესი ფინანსური ანომალია და აღარ ემორჩილებოდა იმ ჩვეულებრივ კანონებსა და წესებს, რასაც ჩვეულებრივ ელოდებოდი. ის უფრო კლასიკური პირამიდული სქემის მსგავსად მუშაობდა, ვიდრე ტრადიციული უძრავი ქონების ინდუსტრია.
ამ პირამიდის ქვედა ფენა, რომელიც ყველაფერს ამაგრებდა, იყო წინასწარი გაყიდვების მოდელი. როგორც სახელიდან ჩანს, ეს გულისხმობს იმას, რომ მყიდველები იხდიან ქონებაში ფულს მანამდე, სანამ ის რეალურად იარსებებს. სოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ასე ახდება. აშშ-ში მყიდველები შეიძლება წინასწარ გადაიხადონ დეპოზიტი მშენებარე სახლზე, რაც შეიძლება იყოს საბოლოო შესყიდვის ფასის მხოლოდ 10 ან თუნდაც 5%. ეს არის გზა, რომ გარიგება დაადასტურო და აჩვენო შენი ერთგულება ქონების მიმართ. მაგრამ შენგან არავინ მოითხოვს სრულად გადაიხადო ქონების ფასი ერთიანად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჯერ დასრულებული არ არის. ჩინური მოდელი კი მოითხოვს, რომ მყიდველებმა გაყიდვის სრული ფასი წინასწარ გადაიხადონ, სანამ მშენებლობა საერთოდ დაიწყება. ამისთვის მოქალაქეებს ხშირად უწევდათ უზარმაზარი იპოთეკური სესხების აღება. ისინი ყველაფერს რისკავდნენ ისეთ შენობებზე, რომლებიც მხოლოდ ნახაზებზე არსებობდა. მათ თავიანთი მთელი ცხოვრების დანაზოგი გადაეცემათ დეველოპერებისთვის, იმ იმედითა და ლოცვით, რომ ისინი შეასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს. შემდეგი რაც უნდა მომხდარიყო იყო ის, რომ ეს წინასწარი გაყიდვებიდან მიღებული თანხები უნდა დაბლოკილიყო ესკრო ანგარიშებზე, სანამ სახლები აშენდებოდა. სახლები უნდა შეესაბამებოდნენ საწყის სპეციფიკაციებს და აკმაყოფილებდნენ მყიდველის მოლოდინებს, რათა თავიდან აეცილებინათ დავებ. ხშირად კი ხდებოდა ის, რომ დეველოპერები ამ თანხებს იყენებდნენ კიდევ უფრო მეტი მიწის შესაძენად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან, როგორც წესი, ძალიან გაზრდილ ფასად, რითაც თავიდან იწყებდნენ ამ ციკლს. ამ დეველოპერებისა და ინვესტორებისთვის ეს იყო ლოგიკური ნაბიჯი. არ ქონდა აზრი შეძენის გადადებას და საბოლოოდ უფრო მეტის გადახდას. რაც უფრო მეტ მიწას ყიდულობდნენ დღეს, მით უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებდნენ ხვალ. ეს ალბათ ყველაზე დიდი პირამიდული სქემა იყო, რაც კიდევ მე უნახავთ. ეს მთლიანად დამოკიდებული იყო ახალ მყიდველებზე, რომლებიც ქვედა ფენაში შემოდიოდნენ, რათა თანხების ნაკადი გაგრძელებულიყო. ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ძველი პროექტები ოდესმე დასრულებულიყო და ახალი პროექტების დაფინანსება გაგრძელებულიყო. როგორც კი ჩვეულებრივი მყიდველების შემოდინება ოდნავ მაინც შენელდებოდა, მთელი პირამიდა შეიძლებოდა ჩამოშლილიყო. და ზუსტად ეს მოხდა, რადგან 65 ტრილიონი დოლარის ბუშტი, რომელიც წინასწარ გაყიდვებზე იყო აგებული, ვერ გასტანს სამუდამოდ. ვიღაცას უნდა გაეთიშა ეს ყველაფერი. 2020 წელს ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ დააჭირა გამორთვის ღილაკს უძრავი ქონების პირამიდულ სქემაზე. რეგულატორებმა შემოიღეს ეგრეთ წოდებულ 3 წითელი ხაზის პოლიტიკა. ეს იყო ფაქტობრივად ვალის შეზღუდვების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავდა უძრავი ქონების დეველოპერებისთვის უსასრულო ვალის აღების შეჩერებას. დეველოპერებს დაავალეს შეესრულებინათ 3 კონკრეტული კრიტერიუმი ვალის თანაფარდობებთან დაკავშირებით. თუ ისინი დაარღვევდნენ 3-ვე წესს, მათ აეკრძალებოდათ დამატებითი ვალის აღება. თუნდაც 1 ან 2 ხაზის დარღვევა იწვევდა დასჯას, თუმცა შედარებით ნაკლებად მკაცრს. ამ გამორთვის ტაქტიკის პირდაპირი შედეგი იყო ის, რომ ყველაზე დიდ დეველოპერულ კომპანიებსაც კი მოუწიათ ვალის შემცირება, რამაც მასიური ლიკვიდობის კრიზისი გამოიწვია. ამან ასევე გამოიწვია ის, რომ ბევრმა გარედამკვირვებელმა და ანალიტიკოსმა პოლიტიკის არსი არასწორად გაიგო. მართლა ბევრმა საინფორმაციო სააგენტომ, განსაკუთრებით დასავლეთში, 3 წითელი ხაზი რაღაც შეცდომად წარმოაჩინა. მათ ამტკიცებდნენ, რომ პეკინის რეგულატორებმა ბაზრის მყიფეობა არასწორად შეაფასეს, ან თუნდაც ბიუროკრატიული შეცდომა დაუშვეს, რის შედეგადაც მსხვილი დეველოპერები დეფოლტში აღმოჩნდნენ. თუმცა, როგორც არ უნდა ჩანდეს ეს კატასტროფულად, ეს შეცდომა არ ყოფილა. ეს არც მხედველობიდან გამორჩენა იყო და არც არასწორი შეფასება, არამედ გააზრებული გადატვირთვა ყველაზე მაღალი ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან. პეკინმა შეხედა დეველოპერული სექტორის მდგომარეობას და დაინახა სიგიჟემდე გაზრდილი ვალები, რომლებიც კონტროლიდან გამოდიოდა. მან დაინახა, როგორ იზრდებოდა ადგილობრივი მთავრობების დამოკიდებულება მათი ჩრდილოოვანი ვალის მექანიზმზე, უსარგებლო პროექტებისა და ცარიელი შენობების რაოდენობა კი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და გადაწყვიტა, ყველაფერი ეს დაენგრია. არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ გადატანითი მნიშვნელობით. ბუშტის კონტროლირებადი გასკდომა, იძულებითი დემონტაჟის სისტემისა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აძლევდნენ ელპობის საშუალებას. რადგან თუ ამ სისტემას მისცემდნენ გაგრძელების საშუალებას და დეველოპერები კიდევ უფრო მეტ ფულს ისესხებდნენ, შედეგები დაიწყებდა ზემდა ზემოქმედებას უფრო ფართო სახელმწიფო ბანკების სისტემაზე. იმავე სისტემაზე, რომელმაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეჟიმი გააძლიერა. ეს იყო თვითშენარჩუნების ნაბიჯი. ეს იყო პარტიის გზა, რომ კვლავ დაემყარებინა კონტროლი დამძიმებულ სიტუაციაზე და გაენადგურებინა მზარდი საფრთხეს საკუთარი არსებობისთვის. და როდესაც მან გადაუკეტა ინსტიტუციური საკრედიტო ხაზები, რომლებმაც 10 წლეულების განმავლობაში ვალებში ჩაძირული დეველოპერები დააფინანსეს, ცენტრალურმა მთავრობამ იცოდა რა მოხდებოდა ამას. მან წინასწარ განჭვრიტა გაკოტრებები და ლიკვიდურობის კრიზისი, რომელიც მშენებლობის სექტორში თანთქავდა. მან ასევე იცოდა, რომ უამრავი ადამიანი, ვინც თავისი დანაზოგები ამ უძრავ ქონებაში ჩადო, ფას გადაიხდიდა, რომ მათი ყველა იმედი და ოცნება უსაფრთხო, სტაბილურ ფინანსურ მომავალზე აორთქლდებოდა. მაგრამ მან ეს მოვლენები მისაღებ გვერდით ეფექტებად მიიჩნია. ისინი სამწუხარო, მაგრამ გარდაუვალი შედეგები იყო. ეს იყო სტრატეგიული კომპრომისი. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შეგნებულად აირჩია მსხვერპლად შეეწირა მთელი საშუალო კლასის სიმდიდრე, სტაბილურობა და მომავალი, რათა დაეცვა თავისი ფინანსური სისტემა და პოლიტიკური კონტროლი. ხალხი უბრალოდ დარტყმის შემამსუბუქებელი ზონა იყო სახელმწიფოსა და უძრავი ქონების სექტორის შუქდორის შეჯახებაში. შეიძლება თავი გადაირჩინა, მაგრამ ზარალი მოქალაქეებს შესჭათ.
სტრუქტურული შედეგები ჩინეთის კომუნისტური პარტიის სისტემის გამორთვის გადაწყვეტილების შედეგად იყო მყისიერი, სასტიკი და ისტორიული. მას შემდეგ რაც მათი საქმიანობისთვის საჭირო ლიკვიდურობა ამოიწურა, ჩინეთის ათეულობით დობით დეველოპერულმა კომპანიამ ჩამოშლა დაიწყო. 2021 წლიდან 50-ზე მეტმა ჩინურმა დეველოპერმა ვერ გადაიხადა საზღვარგარეთული ობლიგაციები, რაც მთლიანობაში $100 მილიარდზე მეტ დეფოლტს შეადგენს. ეს დეფოლტების ტალღა სიდიდითაც კი აღემატება 2008 წლის შეერთებული შტატების subprime კრიზისს, თუ მხოლოდ დეველოპერების გადახდის უნარობას შევადარებთ. და ეს მხოლოდ პატარა კომპანიები ან უცნობი მოთამაშეები არ იყვნენ დეველოპმენტის სექტორში. ისინი იყვნენ ყველაზე დიდი და წარმატებული ბიზნესები. მაგალითად, ისეთი კომპანიები როგორიცაა Evergrande. 1986 წელს დაარსებული Evergrande 2017 წლისთვის ჩინეთში გაყიდვების მიხედვით მეორე ყველაზე დიდ დეველოპერ კომპანიად იქცა. ერთი წლის შემდეგ ის ოფიციალურად აღიარეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ღირებული უძრავი ქონების კომპანია. კომპანია ძირითადად მაღალ და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებზე ბინების გაყიდვაზე იყო ორიენტირებული, ამიტომ ჩანდა, რომ ეს კომპანია დაუმარცხებელი იყო და წარმატებაზე მიაღწევდა. ეს იყო ინდუსტრიის ურყევი, შეუცვლელი საყრდენი. თუმცა 2021 წლისთვის Evergrande თითქმის მთლიანად ჩამოიშალა. მისი $300 მილიარდი ვალდებულებები სამი წითელი ხაზის პირობებში აღარ იყო სიცოცხლის უნარიანი. კომპანიის სიკვდილი გაწელილი, მაგრამ გარდაუვალი იყო. კომპანია, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად ითვლებოდა, ოფიციალურად გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა 2023 წელს და ლიკვიდაცია ჩაუტარდა 2024 წელს. Country Garden-იც კიდევ ერთი იყო, რომელმაც ახალი პოლიტიკის პირობებში უზარმაზარი ზარალი განიცადა. ის 1992 წელს დაარსდა და Evergrande-ის მსგავსად სწრაფად განვითარდა. მოხდა Fortune Global 500-ის სიაში და შექმნა უზარმაზარი უძრავი ქონების პორტფელი. მას პროექტები ჰქონდა მთელ ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ ისეთ ადგილებში, როგორიცაა მალაიზია და ავსტრალია. თუმცა 2023 წელს Country Garden-მა გამოაცხადა, რომ ვერ ახერხებდა საზღვარგარეთული ვალდებულებების შესრულებას და შედეგად დეფოლტად გამოცხადდა. ეს გახდა უძრავი ქონების ბაზრის ნგრევის მორიგი გახმაურებული მსხვერპლი. იმის პირდაპირი შედეგია, რომ ამდენი დეველოპერი იძულებული გახდა ბიზნესი დაეტოვებინა, დარჩა უზარმაზარი მარაგი გატიდული, მაგრამ სრულიად დაუსრულებელი ბინებისა. მილიონობით მოქალაქე აღმოჩნდა დისტოპიურ პარადოქსში გაჭედილი. ისინი იურიდიულად ვალდებულნი იყვნენ ყოველთვიური იპოთეკური გადასახადები გადაეხადათ იმ ქონებაზე, რომელიც შეიძინეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება საცხოვრებლად უარგისი იყო და დიდი ალბათობით ასეთადაც დარჩებოდა. ამან თავის მხრივ ჩინეთის სოციალური კონტრაქტის ისტორიულ ღვევამდე მიიყვანა. მთელ ჩინეთში სხვადასხვა ქალაქებში ბინის მყიდველები გაერთიანდნენ და ერთობლივად იპოთეკური სესხების ბოიკოტზე შეთანხმდნენ. მათ უარი განაცხადეს კიდევ ერთი იუანის გადახდადაზე, სანამ მათი სახლების მშენებლობა არ დასრულდებოდა. ჩინეთის მასშტაბით ახალგაზრდებმა კიდევ უფრო შორს წაიღეს ეს პროტესტი. როდესაც მათ გარშემო კრიზისის განვითარება დაინახეს და გააცნობიერეს, რომ მათი მომავალი იშლებოდა, დაიწყეს ტანგპინგის, ანუ დაწოლილი ცხოვრების მოძრაობა. ეს გულისხმობდა ახალგაზრდა თაობების ეკონომიკური სისტემიდან გამოთიშვას. მათ უარი თქვეს იმ სისტემისთვის სიმდიდრის შექმნაში მონაწილეობაზე, რომელიც აშკარად მათ წინააღმდეგ იყო მოწყობილი. სახელმწიფომ სცადა ზიანის შეზღუდვა, გამოიყენეს გამოცდილი ცენზურის მეთოდი, რათა პროტესტის გზავნილები ტელევიზიის ეკრანებიდან და სოციალური მედიიდან მოეშორებინათ. მაგრამ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ლოკალური კრიზისი. შედეგები ჩინეთის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება. ამ დრომდე ეს ამბავი მხოლოდ ჩინეთის საზღვრებში იყო შეზღუდული და მხოლოდ მის მოსახლეობასა და ეკონომიკას ეხებოდა. დასავლელი დამკვირვებლები გარკვეული სიმშვიდითა და თავდაჯერებით აკვირდებოდნენ მოვლენებს. თითქოს დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს კრიზისი მათ არ შეეხება. ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი პლანეტის მეორე მხარეს ხდებოდა. მაგრამ ჩინეთის უძრავი ქონების ბუშტის გაბზარვის აღქმა, როგორც იზოლირებული ან მთლიანად შიდა მოვლენა, საშიში შეცდომა. ესეთი მასშტაბის მოვლენას შეუძლია ტალღები გაავრცელოს მის ეპიცენტრს მირმა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზეც კი. და სწორედ ეს ხდება ახლა. დეველოპერული სექტორის კრახი იყო მხოლოდ პაციენტი ნულის სწრაფად განვითარებად გლობალურ ეპიდემიაში და შედეგები უკვე ორ განსხვავებულ გზაზე ვრცელდება. პირველი არის კაპიტალის მასიური გადინების ტალღა. როდესაც ამ საშუალო ფენის ჩინელმა მოქალაქეებმა გააცნობიერეს, რომ მათი შიდა აქტივები სწრაფად კარგავდა ღირებულებას, ან სახელმწიფოს მიერ ლიკვიდირდებოდა, პანიკაში ჩავარდნენ. და ამ პანიკის ფონზე მათ სცადეს დარჩენილი ქონების ჩინეთიდან გატანა და სხვა ბაზრებში გადატანა. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, დასავლურ ბაზრებში. ანგარიშები აჩვენებს, რომ ჩინური კაპიტალის უზარმაზარი ოდენობა პეკინიდან გადის და საერთაშორისო უძრავ ქონებაში მიედინება. ჩინელი დეველოპერები და ინვესტორები ყიდულობენ სახლებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო აშშ-ში, ვანკუვერი და ტორონტო კანადაში, ლონდონი და პარიზი ევროპაში და ასევე სიდნეი ავსტრალიაში. ეს არის ტალღის ეფექტი. როდესაც ეს ფული დასავლეთის უძრავი ქონების ბაზრებში მიედინება, დარჩენილი ქონების საშუალო ფასები იზრდება. ეს კი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოქმედებს. ადამიანები, რომლებიც გაიზარდნენ და ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ფული დაეზოგათ იმ იმედით, რომ ოდესმე შეძლებდნენ საკუთარი სახლის ყიდვას და დასახლებას, ეხლა სწორედ იგივე ადამიანები ბაზრიდან ფასების გამო გარეთ რჩებიან.
რა თქმა უნდა, ისინი ამას განზრახ არ აკეთებენ, მაგრამ სწორედ იგივე დეველოპერები, ინვესტორები და საშუალო ფემის ჩინელი ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ კრიზისს სხვა ქვეყნებში ექსპორტირებენ. მეორე გზა, რომლითაც ეს კრიზისი საზღვრებს უგულებელყოფით კვეთს, ეგრეთ წოდებული ქალაქ მოჩვენების მოდელს უკავშირდება. ეს არის იდეა, რომ მასიური კორპორატიული და სახელმწიფო სტრუქტურები ფაქტობრივად ფლობენ და მართავენ მთელ ქალაქებს. აიძულებენად ჩემს არაფერინებს არაფერი კონდეთ საკუთრებაში და ყველაფერი იჯარით აიღონ. ადამიანების უმეტესობისთვის ეს დისტოპიურ ჯოჯოხეთს გავს. დამოუკიდებელი ანალიტიკოსები უკვე ამტკიცებენ, რომ ჩინეთმა ფაქტობრივად უზრუნველყო იდეალური რეალური საცდელი პოლიგონი ამ ახალი ეკონომიკური პარადიგმისთვის. საშუალო კლასის საცხოვრებლის ფლობის სისტემური განადგურება, რომელიც ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის საბურველშია შეფუთული. ზოგი ფიქრობს, რომ კერძო საკუთრების ფლობა მუშათა და საშუალო კლასისთვის აღარ არის ოცნება ან მისწრაფება. ამის ნაცვლად ეს უკვე შორეული მოგონებაა, მაგრამ თუ საკუთარი საცხოვრებლის ფლობა დასრულდა, რა ჩაანაცვლებს მას? მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოს სხვა ნაწილებს შეიძლება კიდევ დრო დასჭირდეთ ამ პროცესის დასაწევად, ჩინეთი როგორც ჩანს უკვე კარგად მიიწევს საკუთრების შემდგომი საზოგადოებისკენ. ქვეყნის ცენტრალური ბანკი აქტიურად მუშაობს ეგრეთ წოდებული ციფრული იუანის, ასევე ცნობილი როგორც eCNY-ის ინტეგრაციაზე. ეს არის ციფრული ფორმის გადახდის საშუალება, რომელიც საბოლოოდ ფიზიკური ნაღდი ფულის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. ის დაიწყო როგორც შეზღუდული საპილოტე პროგრამა, მაგრამ 2026 წლის დროებისა და კვირების განმავლობაში სწრაფად ფართოვდება და ბევრად უფრო მასშტაბურ პროექტად იქცევა. eCNY ინტეგრირებულია ქვეყნის უმსხვილეს მობილურ აპლიკაციებსა და პლატფორმებში, როგორიცაა WeChat და Alipay. ასევე ის საჯარო სექტორშიც არის დანერგილი. 2023 წლის მაისში ჩინელმა საჯარო მოხელეებმა ხელფასების მიღება ან ციფრული ვალუტის სახით დაიწყეს. მალე მოქალაქეებს შეეძლებათ მისი გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასახდელად ან საცალო მაღაზიებში სალაროსთან გადახდისას. უძრავი ქონების კრიზისმა ფაქტობრივად იდეალური საფარი მისცა მთავრობას ამ სისტემის დანერგვისთვის. როცა ტრადიციული ქონებრივი სიმდიდრე განადგურდა, მოქალაქეებს შეზღუდული არჩევანი დარჩათ. შესაბამისად, ისინი უფრო მეტად მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერილ ციფრულ ინფრასტრუქტურას, უბრალოდ გადარჩენის მიზნით. მაგრამ არ შეგეშალათ, ციფრული იუანი არც ჩვეულებრივი ვალუტაა და არც ნეიტრალური. ეს არის პროგრამირებადი და სრულად მიკვლევადი სოციალური კონტროლის ინსტრუმენტი და ეს კონტროლი მთლიანად ცენტრალური მთავრობის ხელშეების ხელშია. თუ მოისურვებს, ჩინეთის კომუნისტური პარტია შეძლებს დააპროგრამოს თანხებზე ვადის გასვლის თასვლი, რათა ხალხი აიძულოს, რომ ისინი დახარჯონ. შეიძლება გაყინოს იმ ადამიანების საფულეები, რომლებიც აჩვენებენ რაიმე სახის დისიდენტობას ან დაუმორჩილებლობას. ასევე ავტომატურად დააკისროს ჯარიმები და სანქციები რეალურ დროში სოციალური კრედიტის მონიტორინგის საფუძველზე. ამასობაში, ისინიც კი, ვინც ჩინეთში კრიზისისგან პირდაპირ არ დაზარალებულან, იწყებენ კითხვების დასმას თავიანთ ფინანსებზე. ხალხი თავს უფრო ღარიბად გძნობს, ხარჯავს ნაკლებ წანხებს და ცდილობს უფრო გონიურულად მიიღოს გადაწყვეტილებები იმ ფულთან დაკავშირებით, რაც აქვთ. ისინი სულ უფრო ხშირად უარყოფენ ძველ შუა ფენის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს კარიერულ წინსვლას და ფულის უმეტესობის უძრავ ქონებაში დაბანდებას. როდესაც უძრავი ქონება აღარ ძვირდება, თავად წინსვლის დაპირებაც აღარ ჩანს სანდო. ყველაზე მაღალ დონეზე და საერთაშორისო ბაზრების კულისებში პროფესიონალი ინვესტორების კაპიტალი უკვე მოძრაობაშია. ინსტიტუციური კაპიტალი ტოვებს ქაღალდის აქტივებსა და უძრავი ქონების ბაზრებს და გადადის ისეთ ღირებულებებში, რომლებიც უფრო სტაბილურად და საიმედოდ მიიჩნევა, მაგალითად, ოქრო და სხვა მატერიალური საქონელი. რადგან ფინანსური ბირთვული ზამთარი აღარ არის თეორია ან პროგნოზი. ეს უკვე ჰორიზონტზეა და ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება. და თუ ინდივიდებს აღარ შეუძლიათ დაეყრდნონ სიმდიდრის დაგროვების ტრადიციულ მოდელებს, საკუთარი უსაფრთხოებისა და ოჯახის მომავლის დასაცავად, მათ სხვა ვარიანტების ძებნა უწევთ. და ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია მზადყოფნა ადაპტირდე ისეთ სამყაროში, სადაც საკუთრების თვითონ კონცეფცია სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ჩინეთის უძრავი ქონების კრახი მხოლოდ უფრო დიდი პრობლემის ნაწილია. ამჟამად პეკინი ფინანსური უფსკრუნის პირას დგას და შეიძლება მარტივი გამოსავალი არც არსებობდეს. გაიგეთ სრული ისტორია და რატო განიცდის ჩავარდნას ჩინეთის ეკონომიკა, ან უყურეთ ამას.